გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე ვარ და დღეს მე გასწავლით ძალიან მაგარი აპლიკაციის შესახებ, რომელიც არის ლოკალი. მეგობრებო, ლოკალი გვეხმარება WordPress-ის საიტების შექმნაში, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ შეუზღუდავად. მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იქნება გავრცელებული ინტერნეტში და ამისთვის არსებობს რაღაც პლაგინი, რომლითაც შეგვიძლია, ესე ვთქვათ, ჩამოვტვირთოთ ინფორმაცია, შემდგომ ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ რეალურ ჰოსტინგზე და რა თქმა უნდა, გამოჩნდება ინტერნეტში. და ეს აპლიკაცია ძალიან კარგი არის, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ, ვთქვათ, რაღაცეები მოვსინჯოთ და იმ მხრივაც კარგი არის, რომ მაგალითად თუ ჩვენ გვაქვს ჰოსტინგი, ჩვენ შეგვიძლია იქ ერთი საიტი გავაკეთოთ შიგნით, მე ის უნდა წავშალოთ, მე თავიდან უნდა დავაყენოთ თუ მაგალითად ცდების ჩატარება გვინდა და ლოკალზე შეგვიძლია უამრავი რაოდენობით გავაკეთოთ საიტები და შემდგომ რომელიც მოგვეწონება, შეგვიძლია უკვე გადავიტანოთ რეალურ ჰოსტინგში. და მეგობრებო, რა თქმა უნდა, ლოკალი არის სრულიად უფასო აპლიკაცია. ახლა კი მოდი უკვე გადავიდეთ პროცესზე. მეგობრებო, პირველ რიგში უნდა გადმოწეროთ ჩვენ ლოკალის ფაილი. აქ ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი, რომელი პლატფორმით ვისარგებლოთ. ეს იქნება Mac-ი, Windows-ი თუ Linux-ი. მე ამჯერად ავირჩევ Windows, რადგან Windows-ი მაქვს. აქ შევავსებთ ინფორმაცია, სახელი, გვარი, თქვენ Gmail-ი. აქ შეგიძლიათ მონიშნოთ other-ი. და უკვე დაწვევით get it now-ს. მეგობრებო, თუ თქვენ გინდათ რომ შექმნათ თქვენი საკუთარი ვებსაიტი, მაგ შემთხვევაში დაგჭირდება დომეინი და ჰოსტინგი. და თუ კი გადაწყვეტთ რომ დომეინის და ჰოსტინგის შეძენა გინდათ, მაგ შემთხვევაში მე გირჩევდით ქართული კომპანიებიდან HostNodes და უცხოური კომპანიებიდან Hostingers. აღწერაში მაქვს თქვენთვის ორივე კომპანიის ლინკი, შეგიძლიათ პირდაპირ მაგ ლინკით ისარგებლოთ და თუ გამოიყენებთ Hostingeris links, მაგ შემთხვევაში მიიღებთ თქვენ 20%-იან ფასდაკლებას. მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს ასევე კურსი და ამ კურსის სარეგისტრაციო ფორმა არის აღწერაში ლინკის სახით და ამ კურსზე მე თქვენ გასწავლით WordPress-ის შესახებ უფრო ღრმად და ასევე როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვებგვერდი, რომელიც უკეთესად გაყიდის თქვენს პროდუქტს. ახლა კი დავუბრუნდეთ ვიდეოს. როდესაც უკვე ჩამოიტვირთება ეს ფაილი, შეგვიძლია გავხსნათ, დავაინსტალიროთ უკვე ეს ყველაფერი. როდესაც დაინსტალირებთ, შემოხვალთ ლოკალის მთავარ ფანჯარაში და დავაწვევით create a new site და გვაქვს ორი ვარიანტი. Blueprint-ზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ და განახებთ ასევე რას აკეთებს. ახლა კი ავირჩიოთ create a new site, continue და აქ ჩავწეროთ ჩვენი საიტის სახელი, რაც უკვე საძებო ველში გამოჩნდება. მაგალითად test 00. აქ გვაქვს ჩვენ არჩეული რაღაც კონკრეტული ვერსია, შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ სხვადასხვა ვერსიები. მე ავირჩევ პირველ ვარიანტს, გავაგრძელოთ. აქ უკვე ვწერთ მეგობრებო ჩვენს WordPress-ში შესასვლელ სახელს და პაროლს. მეგობრებო, ეს სახელი და პაროლი არ დაგავიწყდეთ, რადგან ვეღარ მოახერხებთ უკვე შემდგომ WordPress-ში შესვლას. აქ ჩვენ ჩავწერთ Gmail-ს, რაც დავამატეთ ჩამოტვირთვის დროს და შემდგომ უკვე ვამატებთ add site. მეგობრებო, აქ გვაქვს რაღაც კონკრეტული ჩამონათვალები. აქ შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ web server-ი, PHP-ს ვარიანტები, რაც თავიდან შეგვხვდა, ესე ვთქვათ. მეგობრებო, აქ შეგვიძლია დავამატოთ ერთი ღილაკით შესვლა WordPress-ის მთავარ ფანჯარაში, ამას დავამატებ მე. აქ ავირჩევთ sites და როგორ უნდა შევიდეთ ახლა ჩვენს საიტზე. დავაწვევით wp admins და ჩვენ ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ვარიანტი გვაქვს მოცემული, როგორც hosting-ზე დაყენებული WordPress-ი. არანაირი მინუს ფუნქციები და ასე შემდეგ. მეგობრებო, ეხლა მე განახებთ Blueprint-ის მაგალითს. ეხლა მაგალითად მე ავირჩევ რამე ნებისმიერ თემას, უბრალოდ, მაგალითად დავაინსტალირებ აი ამ თემას და ეხლა ჩვენ საიტს თუ ვეწვევით, მაგ შემთხვევაში გამოიყურება ჩვენი საიტი მსგავსად. ეხლა უკვე დაბრუნდები ლოკალზე, განახებთ რა არის Blueprint-ი და როგორ უნდა შექმნათ. გადმოვედით ლოკალზე და აი აქ ჩვენი საიტის მარჯვენა მხარეს 3 წერტილი არის, დავაწვევით ამას და დავაწვევით save as blueprint. დავარქმევთ სახელს რაც გვინდა, მაგალითად დაინსტალირებული თემა უბრალოდ, ამ ყველაფერს შევინახავთ და Blueprint-ი ასრულებს მსგავს ფუნქციას, რომ თუ კი პირობითად ჩვენ გვინდა რომ რაღაც კონკრეტული მონახაზი გავაკეთოთ ჩვენი WordPress-ისა, მაგალითად თუ გვინდა რომ დაინსტალირებული თემა გქონდეს პირდაპირ, რაღაც კონკრეტული პლაგინები რომ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პროცედურა არ გავაკეთოთ, ზუსტად მაგისთვის არის Blueprint-ი და როდესაც ჩვენ მაგალითად შევინახავთ Blueprint-ად რომელიმე კონკრეტულ საიტს და შემდგომ უკვე დავამატებთ ახალ საიტს, მაგ შემთხვევაში პირდაპირ დაემატება მისი მსგავსი ასლი და აღარ იქნება ის პირველადი ვერსია. და ეს რაღაც პროცესს გაგიმარტივებთ კიდევაც.
მოდი პირდაპირ პროცესზე გადავიდეთ. ავირჩევთ create from a blueprint. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვიჩნდა 3 blueprint-ი და ავირჩევ მეორე ვარიანტს, რომელიც ახლა შევქმენი, გავაგრძელებ და დავარქმევ სახელს, მაგალითად ეს 99 შევქმნით და ეს ახლა გადმოწერს იმ ფაილებს, რაც ჩვენ უკვე ჩავაშენეთ, აი ამ ადგილას, მაგალითად ეს თემა რომ გავაკეთეთ, მაგას მოყვა უკვე რაღაც კონკრეტული პლაგინი. და ახლა ჩვენ ვნახავთ, რომ WordPress-ის იმ პირველადი გვერდის მაგივრად ჩაიტვირთება ჩვენს ახალ საიტზე, ზუსტად იგივე ფუნქციონალების მქონე საიტი. უკვე გავაკეთეთ ჩვენ მეორე საიტი და მარცხენა მხარეს ჩამონათვალში გვაქვს ორი საიტი, ერთი პირველი რაც გავაკეთეთ და ერთი მეორე. და მოდი ახლა ვნახოთ უკვე რაზეც ვისაუბრე და რა ხდება ჩვენს მეორე საიტზე. და ხედავთ რომ ჩვენ გვაქვს უკვე იგივე ვარიანტი და რომ გადავიდეთ ჩვენი საიტის ვიზუალზე და გვხდება იგივე ვიზუალი რაც უკვე ჩვენ წინა საიტზე შევქმნით. და ახლა მე მინდა გასწავლოთ ერთ-ერთი პლაგინის შესახებ, რომელიც მეშვეობითად ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენი საიტის ინფორმაცია ჰოსტინგზე, რომელიც უკვე გამოჩნდება ინტერნეტში. მეგობრებო, იმისათვის რომ ჩვენი ვებგვერდი ჩამოვტვირთოთ პლაგინის მეშვეობით, მაგისთვის გვჭირდება რომ it's not secure გავაქროთ. და ამ ყველაფრისთვის არის ძალიან მარტივი გზა. უნდა გადავიდეთ პირველ რიგში localში და მივცეთ trust და შემდგომ უკვე შევდივართ setting-ებში, general setting-ებში და აი აქ link-ებს უბრალოდ ვუმატებთ ეს ორივეგან, ჩამოვალთ, დავაწევით save changes, შევალთ ჩვენს account-ზე თავიდან და ეს ყველაფერი გაქრა. მეგობრებო, ამ პროცესის გაკეთებით ჩვენ უბრალოდ ვიპოვებთ ბრაუზერის ნდობას. მეც არაფერს არ ვაკეთებ. მეგობრებო, შემდგომ უკვე დავაინსტალირებთ plugins, რომელიც არის all-in-one web migration and backup-ი, გავააქტიურებთ და შემდგომ მე შევალ export-ში, ანუ export-ი ნიშნავს ფაილების ჩამოტვირთვას, მარტივად რო ვთქვა. აქ არის სხვადასხვა ვარიანტები, რომელთანაც ავირჩევ files, შემდგომ უკვე ამ ფაილს გადმოვწერ. წინა პროცესი იმიტომ გავაკეთეთ ის trust-ი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ამ ყველაფრის გადმოწერა, რადგან თუ იმ პროცესს არ გავივლიდით, ჩვენ საშუალებას არ მოგცემდა ეს პლაგინი, რომ გადმოგვეწერა ფაილი. და იმისათვის, რომ გვერდი გადავიტანოთ, ჩვენს რეალურ ჰოსტინგის საიტზე შევალთ და იქ უკვე იმპორტში ჩავაგდებთ იგივე ფაილს, რაც ჩვენ გადმოწერეთ. და მოხდება მსგავსი, რომ ლოკალურ საიტს, ანუ რომელიც უბრალოდ კომპიუტერში ვენახებათ ჩვენ, მაგას გადმოვიტანთ ჩვენ რეალურ ჰოსტინგის საიტზე. და გვექნება ინტერნეტში წვდომადი საიტი. მადლობა, ვინც ვიდეოს უყურეთ, ვინც ჩემთან ერთად იყავით. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად დალაიქე, გამოიწერე არხი, რადგან არ გამოგრჩეს სხვა უფრო კარგი ვიდეოები. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.